კიდევ ერთხელ გაგაცნობთ ინფორმაციას არჩევნების მიმდინარეობის შესახებ. არჩევნები კვლავაც არ იმართება არსებითად მშვიდ გარემოში. არ ფიქსირდება მნიშვნელოვანი დარღვევები კვლავაც საარჩევნო უბნებზე. მთელი ქვეყნის მასშტაბით არის ასეთი მდგომარეობა. გვინდა გაგაცნობთ ინფორმაცია ორ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით. ერთი უკავშირდება ახალციხე ადიგენს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ახალციხე ადიგენის ოლქში მანქანით გადაადგილდებიან გივი თარგამაძე და გოგა გაბაშვილი მოძრაობის ლიდერები, რომლებიც მითითებებს აძლევენ თავიანთ აქტივისტებს უბნების შაშლასთან დაკავშირებით. ეს არის ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია. მოვუწოდებთ ჩვენ რა თქმა უნდა ნაცმოძრაობას, რომ თავი შეიგავონ ასეთი ქმედებებისგან. ასეთი რამ არის კანონდარღვევა და არ დარჩება არც ერთ შემთხვევაში დაუშველი და მოვუწოდებთ ჩვენ აქტივისტებს საარჩევნო ადმინისტრაციას, რომ მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ ასეთი ტიპის პროვოკაციების მიმართ. მეორე კონკრეტული ფაქტი ეხება უკვე რუსთავს 77 უბანს, რუსთავის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სადაც შეინიშნება კონცენტრაცია ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების და არსებობს გარკვეული ეჭვი ამ უბანზე პროვოკაციის მოწყობასთან დაკავშირებით. აქაც გვაქვს იგივე მოწოდება. მოვუწოდებთ ყველას, რომ არ განახორციელონ არავითარი პროვოკაცია, ეს არ დარჩება დაუშველი და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენ აქტივისტებს, ხარდამჭერებს, რომ მაქსიმალურად მოერიდონ ასეთ პროვოკაციებს, ასე ვთქვათ, წამოგებას, არ წამოეკვნენ პროვოკაციებს და ყოველ ასეთ შემთხვევაში დაუკავშირდნენ სამართალდამცავ ორგანოებს. დიდი მადლობა.